გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით მივმართეთ დამსწრე საზოგადოებას, რის ფარგლებშიც ჰქონდა ჩვენ შესაძლებლობა, რომ ამომწურავად გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანესი და მსხვილი პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, განსაკუთრებით შუადერეფნის კონტექსტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტზე, მაგისტრალური გზების მშენებლობაზე, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გაძლიერებას. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ნაყოფიერი შეხვედრები გვქონოდა გაეროს საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, მალტის, სინგაპურის, კატარის ტრანსპორტის მინისტრებთან შეხვედრების ფარგლებში ვისაუბრებთ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტისა და შეხვედრების შედეგად ჩვენ გვექნება ხელშესახების შედეგები, რის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები.